მადლობას გადაგიხდით თქვენი დროისთვის ქალბატონია. დღეს ნახა საზოგადოებამ ფოტო თქვენ და კადრი თქვენთან თქვენი პროტესტის ამსახველი თავისუფლება მზია ამაღლობას და ასევე კარგად იცნობს საზოგადოება თქვენს ემოციებს დამოკიდებულებას ამ მზია ამაღლობელის პატიმრობისადმი და ამ საქმისადმი. აი რა არის თქვენი მთავარი სათქმელი დღეს გარდა იმ სიტყვებისა რომელსაც ყველა იმეორებს რომ სოლიდარული უნდა ვიყოთ მზიას მიმართ და რაც შეიძლება მალე უნდა ვნახოთ ის გარეთ. მოგესალმებით, დღეს არის მეოცე დღე, მე რამდენადაც ვიცი მეოცე დღე არის ხოლმე განსაკუთრებით კრიტიკული, მე პირადად ძალიან ვღელავდა ყველა ადამიანი ალბათ, ვისაც აღელვებს მისი ბედი და თავი სათქმელი ჩემთვის. აი მე ამ ჩემს ჩართვაში პირდაპირ მიმართე სახალხო დამცველს. თავი სათქმელი არის ის, რომ იქნებ სახალხო დამცველმა და ასე ვთქვათ მოისმინოს ხალხის ხმა და რაღაცნაირად გააკეთოს მიმართვა, არ ვიცი სხვა სტრუქტურებისადმი უნდა გადაიხედოს მისი საქმე. ჩვენ ყველას კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ეს არის აბსოლუტურად უკანონო ტყვე ამ სისტემის. თუმცა არსებობს გარკვეული პროცედურები და ამ პროცედურების დაწყება და გააზრება იმისა, თუ რატომ ის ადამიანი, ასე ვთქვათ, გისურვებს მიღმა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მგონი ყველა შეთანხმებული ვართ იმაზე, რომ ის რაც თუნდაც ეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა იყოს, ან ის რაც ელოდება, არის აბსოლუტურად შეუსაბამო იმ ქმედებისადმი, რასაც ჰქონდა ადგილი. ხო, შეიძლება საქმის გადასინჯვა და მე მგონია, რომ პირველი ლობისტი ვინც უნდა იყოს ამისი, გარდა საზოგადოებისა, არის სახალხო დამცველი. მე პირადად მას მიმართავ, მან უნდა გააკეთოს ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ყველა ჩვენგანის სურვილის მოწოდების გათვალისწინებით. საოცარი უსიტყვობის განცდა მაქვს, როცა ვფიქრობ, რომ მარტო ძის ადამიანი აბსოლუტურად უკანონოდ დაკავებული საპატიმროში, რომელსაც აქვს ძალიან ბუნებრივი პროტესტი, რადიკალური ფორმა ამ პროტესტის და ძალიან რთულია ამას როგორმე შეეწინააღმდეგო, იმიტომ რომ მე ვიცნობ როგორია მუშიმშილის ფსიქოლოგია, ვისაც მას მოუწოდეთ, რომ შეწყვიტე, ეს არის ხოლმე ძალიან ისეთ შეურაცხმყოფელი ხოლმე იმ იდეის, იმ პროტესტის ფორმის, რომელსაც ის გამოხატავს და ეს კონტრპროდუქტიულია ხოლმე არასოდეს მოწოდებები. დიახ, ეს ჩანდა არ ერთ დანაბარებში მზია ამაღლობელის მისი ადვოკატებისადმი, რომ მას აქცენტის გაკეთებაც კი არ უნდა ამ საკითხზე, თუმცა სიმშვიდის საფუძველს არ იძლევა ეს საზოგადოებისთვის, ხო? ყველანი ვართ აი ორმაგი წნეხის ქვეშ, ერთის მხრივ ვიცით, რომ ეს დამოკიდებულება შეწყვიტე შიმშილობა და უშუალოდ შეიძლება გამომდინარე მოშიმშილის ბუნებიდან იყოს კონტრპროდუქტიული ერთი და მეორე ვხედავთ, რომ შეიძლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რადიკალურად გართულდეს. ამიტომ თავის გვითხრის, რომ უღელავ ჩემს ჯანმრთელობაზე იბრძოლეთ თავისუფლების და ეს კიდევ უფრო სული შემძვრელია პირადად ჩემთვის და გასაგებია ალბათ ყველასთვის, რაც ეძღვნება მზია ამაღლობელის ეს პროტესტი და მე პირადად ემოციების გარეშე ვეღარ ვლაპარაკობ ამ შემთხვევაზე, არა იმიტომ რომ ვიცნობ ამ ადამიანს, ვიცი მის საქმიანობის შესახებ, მართლა შეძრული ვარ მისი აი ამ ქმედებით და იმითი რომ ნაკლები ემპათია საზოგადოების გარკვეული ჯგუფის ადამიანებისგან, ნაკლები აღქმა იმისა, თუ რასთან გვაქვს ჩვენ საქმე. ჩვენ ხო ყველა უნდა გავიაზროთ, რომ უსამართლობა, რომლის წინააღმდეგაც იბრძვის მზია ამაღლობელი, თუ კი დღეს არ ვიბრძოლებთ ამისთვის, ხო ყველა ჩვენგანს მოგვაკითხავს, ნებისმიერ ჩვენგანს. და ამის გააზრება ალბათ არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველა თავარი, რასაც უნდა ვიფიქროთ, ადამიანის სიცოცხლე დევს ასწორზე და ეს არის, რა ვიცი, აი ალბათ მთელი ქვეყნის დონეზე მორალური დილემა ყველასთვის. რა
გადაწონის ადამიანის სიცოცხლე, ადამიანის თავგანწირული ბრძოლა თავისუფლებისთვის, თუ რა ვიცი, ძალაუფლების შენარჩუნება და ასე შემდეგ, რაც დგას მეორე მხარეს. ძალიან დიდი ამიტომ იცით, აი როცა ვფიქრობდი დღეს დილით რა შეიძლება ახლა გაკეთდეს, მე მგონია რომ ჩვენ წინ უნდა მიგვიწყოდეს ახლა სახალხო დამცველი, რომელსაც ევალება პროფესიულად თავისი საქმიანობიდან გამომდინარე და აი ზუსტად ის უნდა იყოს ჩვენი აი ამ ღელვარების, ჩვენი აი ამ მოთხოვნის, თხოვნის მიმტანი შესაბამის უწყებებამდე, რომ გადაიხედოს ამ ადამიანის საქმე. სხვადასხვა 200-ზე მეტი ფსიქოლოგის მიმართვა იყო გავრცელებული რამდენიმე დღის წინ ქალტომაია. კი ბატონო, თქვენ ხართ ერთ-ერთი ხელმოწერი და მაშინაც იყო ადრესატი სახალხო დამცველი. დღეს ის ამბობს, რომ ოჯახს და თავად მზიას ეს მოთხოვნა არ დაუყენებიათო, მაგრამ რამდენად არის საჭირო რომ დაელოდო ოჯახისგან ხო, ანუ დამოუკიდებელი ანალიზითაც ამ პროცესის მისვლა ამ გადაწყვეტილებამდე შესაძლოა ძალიან მარტივი იყოს, არ ვიცი რაზეა ეს საბოლოოდ დამოკიდებული რა ტიპის სურათზე. ამაზე რა სიტყვით? აი აქაც ძალისხმევა არის საჭირო, არ ვიცი საზოგადოების ზეწოლა ამ მიმართულებით თუ აი რა უნდა გაკეთდეს, რომ უბრალოდ მონიტორინგის საკითხი არ იდგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ესეც ხო პატიმრობიდან გათავისუფლება არ არის, ხომ? დიახ, სახალხო დამცველი მე მგონია უნდა იყოს ის ინსტიტუცია, რომელსაც აი ასეთ კრიტიკულ შემთხვევებში მით უმეტესად ის ხედავს, ხელის გულზე უდევს სიტუაცია, ხო, ყველაფერი ვიცით. მას თავისი პირადი ის უნდა გრძნობდეს, აუცილებლად უნდა გრძნობდეს, რომ აქ ის უნდა უფრო აქტიური იყოს და პირიქით ის უნდა იყოს პირველი, ვინც დააბრახუნებს უსამართლობის კაზზე და იტყვით, რომ გააღეთ კარი, მოდით და განვიხილოთ ეს საქმე. აბა რამდენად ადეკვატურია? აი არ ვიცი, გვაქვს თუ არა დრო, უბრალოდ კარგად განვიხილოთ, ეს რა მოხდა, ხო? ფაქტობრივად, ფაქტები ვაგდება ასე, მზია ამაღლებელმა გააკრა სპიკერი, ამის გამო და რამდენად შეიძლება ადამიანი ამის გამო დააკავო, ეს კიდე ცალკე საკითხია, ის მოხდა საპრობილეში, ზუსტად არ ვიცი რა ქვია იმას ხოთი, იზოლატორში, სადაც მან ნახა ძალიან ბევრი უსამართლობა. მის თვალწინ ძალადობდნენ მას ეს მოდახმები, როგორც შეურაცხყოფდნენ მასთან ერთად დაკავებულ ადამიანებს და რა თქმა უნდა, ისეთი რა ვიცი, მე მგონი ვერც ერთი ადამიანი ასეთი ამბის მიმართ ნეიტრალური ვერ დარჩება. შემდეგ მას გათავისუფლებენ, ის გამოდის გარეთ, ქუჩაში არის მღელვარება, ის ხედავს, რომ ის თვალწინ აკავებენ ადამიანებს, რომლებიც არაფერს არ აკეთებენ, აი ორი ადამიანი, რომელიც მოვიდა მის მხარდასაჭერად, ხო? და ამ დროს ადამიანი, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს, პოლიციელი, რომელიც უნდა იყოს თავისი მუნდირის ერთგული, მას უშვერი სიტყვებით აგინებს. და ჩვენ ეს ვიცით, რომ პოლიცია როდესაც ვარ აქციებზე, არა ყველა, მაგრამ არის კრიტიკული მომენტები, როდესაც ისინი აბსოლუტურად გადიან თავიანთი პროფესიული როლიდან, ხო? ეხლა აი ყველამ კარგად გაიაზროს. აი ასეთ ემოციურ ფონზე შეიძლება თუ არა ადამიანს ქონდეს ის რეაქცია, რა რეაქციაც ქონდა მზიას. მე აი ცოტა უხერხულადაც კი ვგრძნობ თავს, რომ ეხლა ამის განმარტება მიწევს, იმიტომ რომ ეს ისეთი ბუნებრივია ეს რეაქცია. კი ბატონო, მოხდა ხო ეს? რა არის ამის შესაბამისი ქმედება? რა არის ამის სამართლებრივი საფასური, რაც უნდა გადაიხადოს მზიამ? არ ეყოფოდა ჯარიმა? არ ეყოფოდა რაღაცა ტიპის მედიაცია დაუშვათ, ხო, რომ ორივე მხარეს თავისი მხრიდან ცოტა იდეალისტური მიდგომა მგონია, იმიტომ რომ ცოტა რთულია ეხა მედიაციაზე საუბარი, ვისაც ამხელა დაპირისპირებაა და არა მაქვს დიდად მეორე მხარის იმედი ასეთ შემთხვევაში. არ ეყოფოდა ჯარიმან, რაღაცა როგორ უშვებთ, რომ ასეთი ქმედების გამო
ქალს უშვებ ციხეში, რომელსაც ყველა ცოტა 4 წელი ემუქრება და გვაქვს უამრავი შემთხვევა სასტიკი მოპყრობის, წამების, სწორედ პოლიციელების მხრიდან სასტიკი შეურაცხყოფის, ღირსების შემლახავით დამოკიდებულების და არავის ამაზე პასუხი არ უღია. კი, თქვენ შესაძლოა ნახეთ კიდეც გავტომარი ბოდიშკიხთით გაწყვეტინებთ, რომ სინანულზე საუბრობს ხელისუფლება, მაშინ, როდესაც კანონით ევალება შესაბამის უწყებებს, რომ გამოიძიონ ის ფაქტები, ახლა რომელიც თქვენ ახსენეთ, ხო? სასტიკი ანგარიშწორების, ჟურნალისტების, იმგვარი ანგარიშწორების, რომელიც ნახა კარგად საზოგადოებამ, არც ერთ ფაქტზე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არათუ დასჯილი, არამედ იდენტიფიცირებული ადამიანი ჩვენ არ გვინახავს და ამ დროს რაღაც სინანულის დეფიციტზე საუბრობს ხელისუფალი, რისი მოსმენაც განსაკუთრებით მძიმეა. ეს არის საერთოდ ძალიან ღირსების შემლახავია. აი ეს მესიჯი, რომ თურმე მას უნდა ქონდეს სინანული. სინანული უნდა იყოს მეორე მხარეს და ეს ძალიან დაეხმარებოდა ახალგაზრდა ადამიანს. მე არ ვიცი, მაგრამ როგორ უნდა ზიდოს ეს ტვირთი, თუნდაც რაც აი 20 დღის მანძილზე ხდება. თუ მისთვის იოლია ამ ტვირთის ზიდვა, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მძიმედ გვაქვს მაშინ საქმე და თუ რაღაცა პატარა ასე ვთქვათ, სინანულის განცდა მაინც აქვს, მასაც შეუძლია რაღაცა გარკვეული ნაბიჯები გადადგას, იმიტომ რომ ხალხი კარგად შევხედოთ ამ ადამიანს, რაც გაუკეთებია იმის გამო ქართველ კაცებს აქებენ და ეუბნებიან, რომ აი ზუსტად ეს ვაჟკაცობა როგორ შეიძლება დინება მოითმინო, შეურაცხყოფა მოითმინო და თქვენ წარმოიდგინეთ ადამიანი ასეთი ემოციური წნეხის ზეწოლის ქვეშ, ასეთი სტრესის შემდეგ ხელს აუხნევს, სილას გააწყნავს, თუ არ ვიცი დააწყავს, რომელსაც დიდი ზიანი არავისთვის არ მიუყენებია და მეორე მხარეს ჩვენ ყავს ადამიანები, რომლებსაც მრავლობითი დაზიანებები აქვს თავის არეში მიღებული და თითქოს ეს ადამიანები არც არსებობენ, ხო? რაღაც ესეთი განცდა მაქვს, როდესაც ვუსმენ ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებს. მადლობა. ეს უსამართლობა, რა თქმა უნდა, იწვევს ძალიან დიდ პროტესტს და არცერთ შემთხვევაში შიშს. აი ეს უნდა ისმოდეს ყველას. ჩვენ ყველანი ვიბრძოლებთ ბოლომდე. კი ბატონო. დიდი მადლობა, დაგემშვიდობებით ქალბატონ